გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პოლონეთი ძალიან მეგობრულადაა განწყობილი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მიმართაც. ჩვენ გვსურს ხაზგასმით ვთქვათ, რომ ეს 6 თვე პოლონეთის თავმჯდომარეობა და მომავალი წლები ძალიან კარგი დროა გაფართოებისა და ევროკავშირისკენ წარმატებით სვლისთვის, ისე როგორც ჩვენ გავაკეთეთ 20 წლის წინ. საქართველოს და მის ხელისუფლებას ახლა, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტობისას შესანიშნავი მომენტი აქვთ იმისთვის, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები განაახლონ. ევროკავშირი საქართველოსთვის ღიაა და როგორც მოგეხსენებათ, ეს პოლიტიკური, ვიტყოდი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებაც კი იყო. ამას აჩვენებს ისიც, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. ამგვარად გზა ნათელია და პოლონეთის თავმჯდომარეობა გაფართოებისადმი ძალიან მეგობრულადაა განწყობილი და ამას მხარს უჭერს. ჩვენ გადავწყვიტეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებინა და ველოდებით საქართველოს, რომ შეერთებოდა სხვა კანდიდატ ქვეყნებს და უზრუნველეყო, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მაგრამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ბევრი ნეგატიური რამ მოხდა საქართველოში. თუ გადავხედავთ ბოლო რამდენიმე თვეს, სიტუაცია ცუდიდან უარესობისკენ მიდის. ამას ვამბობ როგორც ევროკავშირის ელჩი, როცა საქმე ეხება ევროკავშირში ინტეგრაციას ყველაზე დაბალ ნიშნულზე ვართ. ასე რომ ქართველების გადასაწყვეტია როგორ გამოვიდნენ ამ ღრმა სოციალური და პოლიტიკური კრიზისიდან. რა რეკომენდაციას შეიძლება გავცე არის დიალოგი. ხელისუფლებამ რომელსაც დამატებითი პასუხისმგებლობები აქვს ამ სიტუაციიდან გამოსავლის გამონახვის კუთხით, ხალხთან საუბარი უნდა დაიწყოს. არ უგულებელყოს ადამიანები, რომლებიც ქუჩებში დგანან და მოითხოვენ დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს მათთვის და მათი შვილებისთვის.